ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა განვაგრძოთ საუბარი და ეს თემა მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ჩვენგანს ეხება. გამორჩეულა ძალიან ბევრი საინტერესო სიახლოვე აქვს ამ მიმართულებით. ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლაღდგენის დეპარტამენტის უფროსი დათა კობახიძე, ჩვენი სტუმარი დათა, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის და უფრო ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ დღეს. ვინაიდან საქართველოსთვის ტყის ფონდი ყოველთვის გამორჩეული ნაწილი იყო, არის შესაბამისად ლოგიკურად დისკუსია მუდმივად არის ჩვენი სატყეო ფონდის შესახებ, თუმცა აგერ ჩვენ მოვისმინეთ საკითხები, რომელიც შეეხება სატყეო რეფორმის ნაწილს და ცხადია, კვლავ გვინდა რომ უფრო ვრცლად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს თუ რა იცვლება ამ კუთხით და რას ისახავს რეფორმა მიზნად, რა ძირითადი ასპექტებია რეფორმის ნაწილში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და თემით დაინტერესებისთვის. დიახ, სწორად აღნიშნეთ, სატყეო რეფორმა, რომელიც წლებია მიმდინარეობს, უკვე დასკვნის ფაზაზეა, პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია მიმართულება, რა მიმართულებითაც შედის ის საკვანძო ცვლილებები სატყეო სექტორში და თავარი, რაც უნდა აღვნიშნოთ, არის ის, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუბრუნდა ტყის დაცვის ფუნქცია. რაც გულისხმობს იმას, თანამშრომლების გადამზადებას, გაძლიერებას, თანამშრომლების რესურსის გაზრდას, მათ შორის ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება 401 ტყის მცველი, რაც ძალიან დიდი რესურსია ადამიანური კუთხით და უნდა ითქვას, რომ კონკრეტულ ფართობებზე იქნება კონკრეტულად მიმაგრებული პირი, ტყის მცველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მის დასაცავ ფართობზე, მათ შორის რა თქმა უნდა აღსანიშნავია გაზრდილი ტყის მცველთა რაოდენობა, გაზრდის ეფექტიანობას, იმიტომ რომ წარსულში თუ პირობითად 10,000 ჰექტარი მოდიოდა ერთ თანამშრომელზე, ამჟამად გაცილებით შემცირებულია დაახლოებით 2,000 ჰექტარი იქნება სამართავი ფართობი და დაცვის ფუნქცია უნიკალური იქნება ამ შემთხვევაში ამ ჩვენი სახელმწიფო ტყისთვის, ამ ჩვენი უნიკალური სიმდიდრისთვის, რაც საქართველოს გააჩნია. დათა მართლაც ძალიან კარგი სიახლეა და ადამიანური რესურსი ამ კუთხით დაცვის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზრდის ეფექტურობას, როგორც თქვენ აღნიშნეთ. თუმცა ცხადია, როცა მსგავსი ტიპის რეფორმა ხორციელდება, ცხადია რაღაც გამოწვევა არსებობს, რასაც უნდა უპასუხოთ ამ რეფორმით. აი ამ შემთხვევაში რეფორმის ნაწილში რა იყო ის ძირითადი გამოწვევები, რამაც ეს საჭიროება გააჩინა, რომ აი ახლა ამ მიმართულებით წავსულიყავით. დიახ, სწორად აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მიმდინარეობს ეს პროცესები, გამოწვევა ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგად, რომელიც განხორციელდა გამოიკვეთა დეგრადირებული ტყის ფართობები. სამწუხაროდ ეს რიცხვი აი რას გულისხმობს აი დეგრადირებული ტყის ფართობი? რას უწოდებთ ხოლმე? დიახ, დეგრადირებული ტყე ამ შემთხვევაში ზოგადად დეგრადაციის ხსნება შედარებით ფართოა და გარკვეულწილად, გარკვეული შეხედულების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს დეგრადირებულად ან არ ჩაითვალოს. ჩვენ შემთხვევაში დეგრადირებულში იგულისხმება ის ტიპური ტყე, რაც უნდა იყოს იმ, ესე ვთქვათ, ეკოსისტემისთვის, რაც უნდა ქმნიდეს იმ ჰაბიტატს, რასაც სრულფასოვნად ასრულებს, ესე ვთქვათ, ტყის ფუნქციას, ანუ ნაკლოვანი მათ შორის მაგალითად უკანონო ჭრების შედეგად ეს 10 წლეულებზეა საუბარი, რა თქმა უნდა და ბოლო 1, 2 და თუნდაც 5 და 10 წლის შედეგი არის. განსაკუთრებით მაშინ აქტიური იყო ეს პროცესები სამწუხაროდ და ყოველ ესე ვთქვათ ემატებოდა ეს არარაციონალური ბუნებად სარგებლობა, ის ესე ვთქვათ უკანონო ჭრების სახით იქნებოდა თუ სხვადასხვა კუთხით და ამ ყველაფერმა განაპირობა დეგრადაციის შედარებით მაღალი დონე, დაახლოებით 30%, 30%-ზე მეტიც, რაც შეიძლება ითქვას, რომ საყურადღებოა და შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშოა. ამისთვის, რეფორმის ფარგლებში, როგორც აღნიშნეთ, დაცვის ფუნქცია, ასევე რეფორმა ორიენტირებული აღდგენის კუთხითაც და მათ შორის ჩვენ გვაქვს პროექტები, მიმდინარე პროექტების ტყის აღდგენის კუთხით, სხვადასხვა კუთხით არის საუბარი, მათ შორის ჩვენ ხელს უწყობთ ბუნებრივი განახლების პროცესებს პირობითად წარსულში მასიურად ჭრაგავლილ ფართობებზე, სადაც ბუნებრივად ტყეს უჭირს აღდგენითი პროცესები, ამ შემთხვევაში ადამიანის ჩარევით შესაბამისი პროექტების განხორციელებით მიმდინარეობს ამ დეგრადირებული ფართობების, ასე ვთქვათ, აღმოფხვრა და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეს არის მიმდინარე ეტაპზე. დიახ, და მართლაც მიზნები საკმაოდ საინტერესოა, მათ შორის კარგად აღნიშნეთ, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ დაცვაზე, არამედ აღდგენის ნაწილზეც, ვინაიდან სამწუხაროდ იგივე წლები ვახსენეთ, ეს 10 წლეულები ვახსენეთ, სამწუხაროდ რაღაცა შემთხვევაში ძალიან დიდი ზიანია. არ მინდა ვთქვა გამოუსწორებელი, ვინაიდან მგონია რომ ყველაფერი შეიძლება უცადოთ და გამოვასწოროთ, მაგრამ მაინც დროის თვალსაზრისით, როცა ჩვენ ზოგადად აღდგენაზე ვსაუბრობთ და გრძელვადიან გეგმებზეც
რა ვადებზე ვთვლით იგივე განხორციელების პროცესს და მათ შორის ხომ ცხადია გარკვეული შედეგები ალბათ ძალიან დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ სად ველით უფრო კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს და რა პერიოდში? დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აღდგენის კუთხით თვითონ დღეს, მით უმეტეს საქართველოს დღეს ახასიათებს ეს თვითაღდგენის ფუნქცია. ანუ ადრე თუ გვიან ასე რომ ვთქვათ, თუ კიდევ არ გაგრძელდება, ანუ არასწორი სარგებლობა თუ არ იქნება და ისეთი უკანონო მასშტაბური ქმედებები თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, დღე თვითაღდგენას განიცდის, ბუნებრივადაც მიმდინარეობს. თუმცა როგორც თქვით, ადამიანის ჩარევა ხელშეწყობა არის ეს განახლების პროცესის, ასევე აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს ყველა რეგიონს რა თქმა უნდა არ ეხება. ცალსახად არის რეგიონები, სადაც პირიქით შეიძლება ითქვას, გარკვეულ ფართობებზე, მაგალითად, საძოვრების უნიკალური ეკოსისტემა იფარება გამომდინარე იქიდან, რომ აღარ მიდის ეს ტრადიციული საქმიანობა, ტყეფარავს გარკვეულ ფართობზე, ასე ვთქვათ, ისეთ მონაკვეთებში მოდის. მოცულობა მით უმეტეს კლიმატის ცვლილების ფონზე, ტრადიციული საქმიანობის, ასე ვთქვათ, შემცირების ფონზე და სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, არის რიგი რეგიონები, სადაც, ასე ვთქვათ, მწვავედ არ არის ეს პრობლემა, მაგრამ რიგ რეგიონებში, მათ შორის საკურორტო ზონებში, განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, დაცვითი ტყის სტატუსი, სადაც უნდა იყოს, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ჭალის ტყის ეკოსისტემებში და ასე შემდეგ, არის ეს პროცესები. ჩვენ როცა ვსაუბრობთ აღდგენაზე, აღდგენა არ არის, რა თქმა უნდა, ერთ წელში შედეგს ფიზიკურად ვერ მივიღებთ, თუმცა ის რიგი პროცესები, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის მონიტორინგს აღნიშნავ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტყის ინვენტარიზაციის კუთხით, ტყის მართვის გეგმების შემუშავების კუთხით, შესაბამისად მართვის გეგმებში გამოკვეთილი ფართობების აღდგენის კუთხით და რიგი ამ სხვადასხვა ღონისძიებების შედეგად საერთო ჯამში მივიღებთ შედეგს. თუმცა ეს შედეგი ხშირ შემთხვევაში 10 წელი, შეიძლება 10 წლეულები დაჭირდეს. რიგ შემთხვევებში სრულფასოვანი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბება შეიძლება საუკუნეც დასჭირდეს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, მთავარია რომ ჯამში სწორი გზა გქონდეს ამ კუთხით. სადღაც თვითაღდგენა იქნება ჩართული, მაგრამ სადღაც ადამიანის ჩარევა ამ კუთხით. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანების ჩარევაზე ჯამში, მთლიანობაში რომ ვისაუბროთ თქვენს პროექტებზე, რომელიც როგორც აღდგენის ნაწილში ესე ტყის მართვის მიმართულებით ხორციელდება, ხომ, რომ წარმოდგენა გქონდეს, რომ ჩვენს ტყეებს უვლიან, პატრონობენ და არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ანუ რა ძირითადი აქტივობები ხორციელდება? დიახ, როგორც თქვით, მონიტორინგი უმნიშვნელოვანესია. დიახ. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს გულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ, შეუძლებელია. მე თქვა რომ ხო ფიზიკურად ახლა რაც უნდა რაოდენობა გავზარდოთ ადამიანების, ალბათ. რა თქმა უნდა, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც ესე აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს, ესე ვთქვათ, ტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამხრე კამერები, ასევე რა თქმა უნდა, ავტომობილის დახმარებით წარმატებით ვართმევთ იმ მასშტაბურ საქმიანობას და დიახ, საერთო ჯამში კომბინაცია თუნდაც ეს დამატებითი ტყის მცველების, აქვე უნდა აღინიშნოს, რა თქმა უნდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება წლევანდელი წლიდან ეს ასე ვთქვათ, ასევე გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათი მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა, საერთო ჯამში დადებითად აისახება და ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ კუთხით თანამშრომლების, ასე ვთქვათ, გაძლიერება. შესაბამისად, ყველა ის ქმედება, როგორც თქვი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიერო ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად, ესე ვთქვათ, კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწვდილი ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში, ასე ვთქვათ, განახლება ინფორმაციის დადებითად აისახება ყველა იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილი, ხა ფინანსური ნაწილი აღვნიშნეთ და ხა რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ენთუზიაზმზე და საქმის სიყვარულზე, ძალიან კარგია და ამ შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება განსაკუთრებულად მიაქცია ამ მიმართულებას, საჭიროებიდან გამომდინარე გაორმაგება ამ შემთხვევაში ზრდა ხელფასების ყოველთვის
დიდი სტიმულია მათ შორის საქმის უკეთესად შესრულების ნაწილში და ასევე თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფა თქვენ აგრეთვე სამხედრო კამერები იქნება ეს თუ ავტომობილები თუ ასე შემდეგ მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია. აქვე უნდა კითხოთ თქვენ ახსენეთ ასევე რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია და თანამშრომლობა რეგიონთან მათ შორის თვითმმართველობებთან აი როგორია ამ შემთხვევაში და რამდენად მჭიდრო და აუცილებელია მუდმივი ინფორმაციების გაცვლა. დიახ, ეროვნული სატყეო სააგენტო მოგეხსენებათ, რომ ძირითადად რეგიონებზია და პრაქტიკულად სრულად რეგიონებზია დამოკიდებული, გარდა აჭარისა, ყველა რეგიონს ესე ვთქვათ ოპერირებს ეროვნული სატყეო სააგენტო და მათი ჩართულობის გარეშე და ასე ვთქვათ, მათთან მუდმივი კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი გარკვეულ ანუ ღონისძიება დაიგეგმოს, თუნდაც ელემენტარული პრაქტიკაში ვთქვათ, რაღაც ტყის სარგებლობის პროცესი იქნება, ტყის აღდგენის პროცესი იქნება, თუ რაც იქნება, შესაბამისად მუდმივი კომუნიკაცია რეგიონში ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და მათ შორის რა თქმა უნდა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შესაბამის უწყებებთან მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია, მნიშვნელოვანია და მიმდინარეობს ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან. კი ბატონო, აი როდესაც საუბრობთ ხა მათ შორის ეს რა თქმა უნდა და თქვენ როგორც აღნიშნეთ აჭარის გარდა რეგიონებზე ვართ დაფუძნებულები ძირითადად როცა სატყეო მიმართულებაზე ვლაპარაკობთ. ხო, აი მათ შორის მონიტორინგის მექანიზმების შემთხვევა ვისაუბრეთ და ამ რეფორმის ნაწილში. აი ჯამში რომ შევხედოთ ვითარებას, ახლა შეგვიძლია ვთქვათ რომ კანონმდებლობა უფრო მეტად გამკაცრებულია, ვთქვათ, ვიდრე ეს მანამდე იყო და აი საკანონმდებლო დონეზეც დაჭირდა გამკაცრება ამ ყველაფერს გარდა ადამიანური რესურსის ჩართულობისა და აქვე დავამატებდი რომ როცა ვსაუბრობ ჩვენ ადამიანურ რესურსზე, თუნდაც ფინანსურ მხარდაჭერაზე და ასე შემდეგ, იგივე საგანმანათლებლო კომპონენტების შემოტანა რამდენად აქტიურად ხდება, ასე ვთქვათ, მუდმივი განათლების ხელშეწყობა, უწყვეტი განათლების ნაწილში. მნიშვნელოვანი საკითხი. მადლობა ამ კითხვისთვის. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენთვის ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის უმთავრესი არის თვითონ ამ პოტენციური სამართალდარღვევის პრევენცია. პრევენციაა ჩვენთვის ამოსავალი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თითოეულ უკანონო ქმედებას აქვს იმდენად დიდი უარყოფითი შედეგი და იმდენად დიდ პერიოდთან არის დაკავშირებული ის აღდგენა, რაზეც საუბრობდით, ყოველთვის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია პრევენცია. პრევენციისთვის, როგორც თქვით, ეს თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა რიგ უწყებებთან თანამშრომლობაც რა თქმა უნდა აუცილებელია და როგორც მოგეხსენებათ ჯარიმის კუთხით, როდესაც უკვე საქმე 1000 ლარზე მეტ აღემატება, უკვე სისხლის სამართალია, შესაბამისი უწყებებიც ერთვებიან ასე. ანუ 1000 ლარზე ზემოთ უკვე სისხლის სამართალი რა თქმა უნდა ისეთი მკაცრებული. დიახ, პროცესში უკვე შესაბამისი უწყებებიც ერთვებიან და შესაბამისად მჭიდრო თანამშრომლობა სხვა უწყებებთანაც რა თქმა უნდა გვაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ამ რეფორმის მიზანი რა თქმა უნდა არ არის ჩვენი მოსახლეობისთან გარკვეულწილად ასე ვთქვათ კონფლიქტი, გარკვეულწილად რაღაც დაჟის კუთხით მიდგომები პირიქით. ანუ ამ რეფორმის უმთავრესი მიზანია, ასე ვთქვათ, მდგრადად მოხდეს ეს ბუნებრივი პროცესებით, მათ შორის ტყის სარგებლობაც, ტყის სარგებლობა ჩვეულებრივი ტრადიციული საქმიანობაა, ჩვეულებრივი პროცესია, რა თქმა უნდა, არავის არაფერი არ ეზღუდება, თუმცა მდგრადად, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, როგორც ტყისთვის არის ასე ვთქვათ საჭირო და საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხები. შესაბამისად, ამ ყველაფერს უზრუნველყოფს როგორც ეს რეფორმა, ასევე ყველა ის მიდგომა, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს. კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანია, რასაც თქვენ ხას უსვამთ, რომ აქ პრევენციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არა ის რომ ვინმეს დასჯაზე ვიყოთ ორიენტირებული, არამედ პრევენციაზე და ასევე ის რომ არავის არ ვაშინებთ, არაფერი არ იზღუდება, უბრალოდ ეს ყველაფერი არის შესაბამის ჩარჩოში მოქცეული, უბრალოდ არაფერი არ იკრძალება, უბრალოდ შესაბამის ჩარჩოშია მოქცეული ტყის სარგებლობის ნაწილს. დიახ, მეცაც ვიტყვი, რიგ რეგიონებში ტრადიციულად ვინ სარგებლობს, ასე ვთქვათ, ტყით. ჩვენ დღეს მით უმეტეს საქართველოს ტყეებს უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფუნქცია არის ეს გარემოსდაცვითი კუთხით, მათ შორის ამ კლიმატის ცვლილების ფონზე რაც უკვე ვახსენეთ, კატასტროფების რისკების შემცირების კუთხით, აღმოსაფრთხებლად, ანუ დღეს აქვს დაცვითი ფუნქცია, ხო? ტრადიციულად მოსახლეობას მით უმეტეს რეგიონებში მცხოვრებებს აქვს ის ტრადიციული გამოცდილება, ტრადიციული ცოდნა, რომ მაგალითად მაღალი დახრილობის ფერდობზე არ უნდა მოიჭრას, როგორ უნდა მოხდეს ეს სარგებლობა და რეალურად მოყვება თითქოს ეს ცოდნა. კანონმდებლობა რაც არის, რეალურად ამ ტრადიციულ ცოდნაზეც არის დაფუძნებული და შესაბამისად ტრადიციულად როგორც მიმდინარეობდა მდგრადად სარგებლობა, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კანონმდებლობაში რაღაც განსაკუთრებული ისეთი შეზღუდვებია, რაც ასე ვთქვათ, იმ რეალობას არ შეესაბამება. დიახ, რეალურად ეს ყველაფერი არის მდგრადად როცა მოხდება და როდესაც მოხდება ამ კანონმდებლობის ფარგლებში, შესაბამისად პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ ტყე ბუნებრივადაც ახერხებს თვითაღდგენას, განახლებადი ბუნებრივი რესურსია, როგორც მოგეხსენება და შესაბამისად ამ კუთხით რაიმე სახის პრობლემები, მათ შორის დეგრადაციის კუთხით არ წარმოიშვება. ჩაულებრივად ასე ვთქვათ, რაციონალური სარგებლობით. კი ბატონო, მართლაც მდგრადი მოხმარება მნიშვნელოვანია, რესურსია, მაგრამ მდგრადი მოხმარება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და
ბოლოს მინდა ავიხმო ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ გრძელვადიან პრიორიტეტებზე, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მიზნები გვაქვს, სხვაგვარად ხა დღეზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ და არაერთხელ მოგვიწევს ასევე საუბარი დაწუნებულიო, მაგრამ ჯამში რა რჩება აი მართლა მიმდინარე განსაკუთრებით 2026-ის პრიორიტეტებად, ანუ რა არის პირველი რიგის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ახლა ველოდებით, ხორციელდება და ველოდებით. დიახ, როგორც თქვით, ეს თანამშრომლების რაოდენობის ზრდის კუთხით უკვე ძალიან მალე იქნება, ანუ საბოლოო ეტაპზეა და უკვე ძალიან მალე იქნება შესაძლებელი ამ 401 თანამშრომლის დამატება ტყის მწოლების კუთხით. თუმცა გარდა ამ 401 თანამშრომლისა დაახლოებით 100 ადამიანამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბუნებრივი რესურსების კუთხით სპეციალისტები, მეტყევეები და ასე შემდეგ მათი დამატებაც იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესე ვთქვათ, ყველაზე აქტუალური საკითხია და აღდგენის კუთხით ჩვენ მუდმივ რეჟიმში მუშაობთ, ასე ვთქვათ, ვავლენთ იმ ვაიდენტიფიცირებთ იმ დეგრადირებულ ფართობებს, შედეგად შესაბამისი აღდგენის გეგმები მზადდება, პროექტი მზადდება, პროექტზე ზოგიერთ შემთხვევაში შიდა რესურსით მიმდინარეობს მუშაობა, ზოგიერთ შემთხვევაში მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, შესყიდვის ფარგლებში და შესაბამისი კომპანიები, დაინტერესებული მხარეები მონაწილეობას იღებენ ამ აღდგენის პროექტებში. დათან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან საინტერესო საუბრით. მე ვფიქრობ რეფორმის მიმდინარეობის ნაწილზე ჩვენ ყველა ძირითადი საკითხი გავიარეთ. წარმატებას გისურვებთ.